მოგესალმებით მეგობრებო. ჭირდება თანამშრომელი სამსახურში დამხმარე. სასურველია იყოს ახალგაზრდა, ხასიათებით რო გავუგოთ. მხიარული ადამიანი, იუმორის ცნობაც რო გქონდეს, იმიტომ რომ ვიყავს ჩვენ გადაობები. კომუნიკაბელური ადამიანი, რა თქმა უნდა. წესიერი, პატიოსანი, მშრომელი, ვისაც არ ეზარება შრომა, არ ეთაგილება, სისუფთავის მოყვარული, რომელიც მოასუფთავებს ხოლმე ყველაფერს და არ ეთაგილება არც ეგ, რა თქმა უნდა. ჭირდება ასევე მოსწავლე, რომელსაც მივაბარებ იმ დამხმარეს და პარალელურად მეც ვასწავლე ყველაფერს. ოღონდ ეს კადრები მჭირდება ისეთი, ვინც იქნება ჩემთან, ჩემ გვერდით, ჩემი გუნდის წევრი გახდება და არა ისე, რომ ნახოს რა როგორ კეთდება და მერე წავიდეს. ეგეთი ადამიანი არ მინდა. ვისაც ნამდვილად უნდა ჩემ გვერდით და ჩვენ გვერდით ყოფნა, ისეთი ადამიანი მინდა. დამხმარე მინდა გამოცდილი, რომ თამამად ჩავაბარო ხოლმე საქმე, რომელსაც ჩემს არყოფნაში გააკეთებს ხოლმე. ხო, ეხლა ყველაზე მთავარი, რაც ამ ბოლო პერიოდში დავაგვირდი მე და ყველას ეგ ინტერესი აქვს. ანაზღაურება. ანაზღაურება ჩემთან ხდება შემდეგნაირად. შესრულებული სამუშაოს მერე, ანუ დამთავრებული პროექტის მერე. როცა კლიენტს ხელს ჩამოვართმევ მადლობას გადამიხდის, ამის შემდეგ. ყოველდღიური ანაზღაურება ჩემთან არ არის. თუ ისეთი ადამიანია, ვისაც ყოველდღიური ანაზღაურება ჭირდება, მაშინ ჩემთან მომოვა. იმიტომ რომ მე ყველა დღე ვერ მივცემ. შესრულებული სამუშაოს შედეგად. დამხმარეს ახლა პირველი თვე გულისხმობ სიტყვიერად, თორე ანუ პირველი პროექტის შემდეგ თუ ყველაფერი კარგად იქნა და კარგად წავიდა საქმე, პირველი თვე მივცემ 20%-ს ნამუშევრიდან, შემდეგ უკვე 50%-ს. მოსწავლეს გამოცაცდელი და სანამ ექნება 10%. როცა უკვე ისწავლის, შესაბამისად იმასაც ვუმატებ და მეც მივცემ. მუშაობ მხოლოდ მერსედესზე, ძირითადი საქმეები მაქვს, სვაპები, მატორები და კარავკების გამოსვლებიც მაქვს იქ, მაგრამ ძირითადი საქმე არის სვაპები. მეგობრობა, შინაურობა ვიცით, ანუ ძმაკაცი, შენი მხრიდან იქნება თუ ჩემი მხრიდან იქნება, თანხას არ ვართვით, მაქსიმალურად შეძლების და გვარად. რა ქვია, მუქთა მანქანებიც არ გვაკლია, სამუშაო მანქანებიც არ გვაკლია. სწავლა ძმაკაცების მანქანებზე მოსწავლილი თემა არის და პრობლემა არა. იმედი მაქვს, რომ არ აღწევენ ძმაკაცები. ეგრე ვისწავლე ყოველ შემთხვევაში მე. გამარჯობა, ტრეკზე ავდივარ. გაიხარე. ხო და. მოკლედ. მინდა ადამიანი, ვისაც თამამად მივენდობი, თამამად ჩავაბარებ საქმეს, სანამ მე ნაწილებზე მოვალ და ჩემს სხვა საქმეებსაც გავაკეთებ ხოლმე, რომ იყოს ჩემ გვერდით. ვენდობოდე წესიერი პატიოსანი ბიჭი. ხო, ეხლა კიდე შეზღუდვები და მოთხოვნები. მოსაწევთან შორს უნდა იყოს. იმ მოსაწევთან რა. კიდე სასმელი მოსულა სამსახურის მერე. სამსახურში ნასვამი არ შეიძლება. თუ სიგარეტს არ ეწევი, მთლად უკეთესი. მე არ ვეწევი და მაგიტო. ხონდა. დანარჩენი ახლა ყველაფერი ჩვეულებრივად რა, ანუ სამუშაო საათები 10-დან 6-მდე, 11-დან 7-მდე. 11-ზე გვიან, ახლა უკვე მაინც და მაინც ნუ გამოხვალ, იმიტომ რომ მე ჩემი დილა იწყება 2 საათზე და ასევე თავდება 2 საათზე. ხო და რეკომენდირებულია. იქ არის გვარდილი ბოლოში.
რეკომენდირებული ესეთი ადამიანი, ვისაც დილით შეიძლება ადგომა და დავალებული საქმეების შესრულება. დანარჩენი პირობებისთვის მობრძანდით გავისაუბროთ ადგილზე. აბა, დროებით და წარმატებებით.